გამარჯობათ, ეს არის ჩემი პირველი გადაღებული ვლოგი. თუ არ მიცნობთ, მე ვარ მარი, 48 წლის, მყავს შვილი, მიყვარს თავის მოვლა, სპორტი და მაქვს ჩემი ონლაინ მაღაზია, სადაც იყიდება ჩემი დამზადებული სახის კრემი. დილა დავიწყე კოლაგენიდან, სვავ УЗМО-ზე 2 აპს. მერე ჩემთვის აუცილებელია საუზმე, წლებია ეს არის ჩემთვის ყავა და შვრიის ფაფა. შვრიაში ვამატებ ჩიას მარცვლებს. შემდეგ ვიწყებ თავის მოვლას. მაქვს ჩემი TikTok გვერდი, სადაც ვდებ სასარგებლო ინფორმაციას თავის მოვლაზე, ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ. რატომ დავიწყე YouTube არხზე ჩემი ვიდეოების დადება? ეს არის ჩემი ძმის დამსახურება. ახლა თბილისში იყო ჩამოსული 10 დღით. და თვითონაც ძალიან დაინტერესებულია სოცქსელებით, მკითხა, აბა რამდენი გაქვს შენ შემოსავალი TikTok-იდან და რო ვუთხარი, საერთოდ არ მაქვს შემოსავალი TikTok-იდან, ანუ 0 ლარი, ძალიან გაუკვირდა და მირჩია დაიწყე YouTube არხზე ვიდეოების დადება, ამდენს შრომობ და ნახვებში მაინც გადაგიხადოს YouTube არხმა, რადგან TikTok-ში არ არის მონეტიზაცია. ამდენს წვალობ და შემოსავალიც ხო გინდა. ხო და ნელ-ნელა დავიწყე რაღაცა საინტერესო ვიდეოების დადება YouTube-ზე და ეს კიდე ჩემი პირველი ვლოგი, თუ მოგეწონებათ, ისევ გადავიღებ სხვა დღის მონაკვეთში, მაგალითად საღამოს ვლოგს გადაგიღებთ. დამიწერეთ კომენტარებში, თუ იქნება თქვენთვის საინტერესო. ჩემი დილა დიდად საინტერესო არ არის, როგორც ხედავთ აქ მზისგან დამცავს ვისმევ და მირა უნდა წავიყვანო ბაღში. გაიღვიძა, პირი დავიბანეთ, ჩავიცვით. დღეს ძალიან კარგი ამინდია და ვფიქრობ საღამოს გავისეირნოთ სადმე პარკში. ისე მე ბავშვთან ერთად სეირნობა უფრო მიყვარს, ვიდრე ასე სახლში ჯდომა და სათამაშოებით თამაში. უფრო აქტიური ბებია ვარ. აქ ბოლო შტრიხები დავამატე, ტუჩ-საცხი, წარბი გავისწორე და რა თქმა უნდა სუნამო, თმებიც გავისწორე რა მოკლე ჩოლკა ესე დავმალე. და როგორც იქნა გავედით, როგორი მზე არის ნახეთ გარეთ. ბაღში მივდივართ ყოველთვის მეტროთი ან ავტობუსით და უკან ვბრუნდები ფეხით. ცოტა რთულია ჩემთვის გადაღება, იმიტომ არ მინდა რომ უცხო ხალხი გამოვაჩინო ჩემს ვლოგში კადრებში. და თან არ ვარ მიჩვეული ესა ჰორიზონტალურად ვიდეოების გადაღება. გამოვედით მეტროდან, ბუკიას ბაღთან და 1-5 წუთი ახლა გვჭირდება ბაღამდე. და აი ამ ბაღში დადის მირა, სხვათა შორის ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მოწესრიგებული და სუფთა ბაღია. და თვითონ მირასაც მოწონს. აი აქ მოვედით, თვითონ გაიხადა, ჩუსტებიც გამოიცვალა, უბრალოდ ფეხზე გამოიცვალა და ვერ მოვასწარი რომ ვაკოცო ისე გაიქცა ბავშვებთან. ახლა ვარ თავისუფალი, საღამოს 5 საათამდე და ჯერ უნდა წავიდე მაღაზიებში, რაღაცები მაქვს საყიდელი და მე უნდა გავიდე სამუშაოდ. მოვედი, ცინცაძის 8 ნომერში არის ბელორუსიის მაღაზია. აქ ხშირად ვყიდულობთ გემრიელობებს. აი ეს ძეხვი ვიყიდე, ვცდი როგორია, პირველად ვყიდულობ. ძალიან დიდი ასორტიმენტია აი ამ სიროკების, მაგრამ ძალიან ტკბილია და ძალიან სუყეა ზოგი და ამიტომ გადავწყვიტე ვიყიდე ასეთი ჩვეულებრივი კლასიკური ვანილის 3 ცალი.
მე დედაჩემს და მირას. დედაჩემს ძალიან უყვარს ზეფირი, ოღონდ თეთრი, ეგეც ვიყიდე. ადრე ხშირად ვყიდულობდი იოგურტებს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღარ მიყვარს. მირჩევნია ჩვეულებრივი ხაჭო ვიყიდო და რამე მურაბა დავამატო. ეს ყველაფერი გამოვიდა 16 ლარის. მერე ტელეფონი დამიჯდა და აი ამ მაღაზიაში გოგონას ვთხოვე და დავტენე ტელეფონი, გავაგრძელე ჩემი სეირნობა სახლამდე. აქ კორსოს მაღაზია გაიხსნა, ადრე იყო mini store, თუ იცით, სუვენირების მაღაზია იყო, ხშირად დავდიოდი. ახლა კორსო გაიხსნა. ეს big size ფასები არ ვიცი როგორია. უკვე ეთყობა სააღდგომო განწყობა. მე კარფურში შევედი, იმიტომ რომ დედაჩემა დამაბარა შებოლილი სკუმბრია მინდა, ორნაბიჯი არ იყო და კარფურში მოვედი. ესე იგი დამოკიდებული ვარ აი ამ წყალზე, საირმეზე. სხვა მინერალური არ მიყვარს. ვნახე სკუმბრია, ავარჩია ცოტა ისეთ პატარა პური ადამიანისთვის. კარტოფილი მაგ მოვხარშავ. ეს ყველაფერი დამიჯდა 13 ლარი და წავედი სახლში. სანამ დედაჩემი მეორე ყავას მიკეთებს, მე აქ უკვე ვემზადები გარეთ წასასვლელად, სამუშაოდ, ანუ შეკვეთების დასარიგებლად. თუ არ იცით, მე კურიერათაც ვმუშაობ. წავისვი მაკიაჟი. დღეს შეკვეთაში მაქვს ერთი დიდი კრემი და ერთი პატარა. ერთი გლდანში უნდა წავიღო, მეორე დიდ დიღომში. შევფუთე ორივე შეკვეთა და მზად ვარ მეც და ჩემი შეკვეთებიც. აქ ტუჩსაცხიც წავისვი, ზემოდან ჩემი დამზადებული ტუჩის ბალმი და გახდა ამასობაში 11 საათი. უცებ დავლევ ყავას და გავიქცევი. მადლობა რომ მიყურებთ და მომავალ შეხვედრამდე.